საინჟინრო დარგების განვითარება საქართველოში სწორედ ასე ჰქვია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის მერაბ ადეიშვილის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. 600 გვერდიანი ნაშრომი მე-20 საუკუნის საინჟინრო ისტორიას ეხება და 1700 ფოტო მასალას მოიცავს. წიგნი საქართველოში მოღვაწე ინჟინრების ბიოგრაფიებსა და უნიკალურ ნაგებობების ისტორიებს ეხება. ნაშრომში ხაზგასმულია ინჟინერიის მნიშვნელობა და დარგის განვითარების პერსპექტივები. საქართველოს ინჟინერია მააშენა საქართველოს. საქართველოს ინჟინერია გადაარჩენს საქართველოს. ხალხგაზრდობამ უნდა იცოდეს, ვინ იყო და ვინ არის და ვინ უნდა იყოს ქართველი ინჟინერი. მისი როლი და ადგილი ჩვენს ეროვნულ ისტორიაში. აი ამას ემსახურება ეს წიგნი და ამ მისიას თუ შეასრულებს, ეს იქნება მისი მთავარი ამოცანა. ინჟინრები, ინჟინრული აზროვნება, საინჟინრო აზროვნება არის ქვეყნის მამოძრავებელი ძალა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბატონი მერაბ ადეიშვილის წიგნის საინჟინრო დარგების განვითარება საქართველოში პრეზენტაცია ხორციელდება. ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის საამაყო შვილის ეს საუკუნოვანი ნაშრომი, ასე ვთქვათ, საინჟინრო დარგებისა, რომელიც მან შეისწავლა მრავალი წლის განმავლობაში, წარმოჩინდება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს გარდაცვლილ პროფესორ მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებიც უდიდესი ღვაწლი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში.